ესმის თუ არა სამყაროს თქვენი სიტყვები. მოდი ვნახოთ. დილამშვიდობისა, მე ვარ თამარ საგინაშვილი. აქ ვიცხოთ ყველა მისწავთ ალბათ ეს ოფიციალურად გამომივიდა. და ჩვენ ახლა ძალიან ბევრ საუბრობთ, ძალიან ბევრ საუბრობთ ზოგადად სოფლიოში იმაზე, რომ ჩვენ სიტყვას აქვს ძალა, ჩვენ სიტყვას აქვს ენერგია, ჩვენ ფიქრს აქვს ძალა, რომ ის ხორციელდება, რომ სამყარო გვიბრუნებს იმას, აზე ჩვენ ვფიქრობთ, ასე ჩვენ ვამბობთ, ასე ჩვენ ვუყვეთავთ და ასე შემდეგ. იცით როგორ არის რაღაცა ეტაპები, ანუ თავიდან ადამიანმა უნდა დაიჯეროს ამ სიტყვის და ფიქრის ძალა იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. თუ ეს არ დაიჯერა, შემდეგ ეტაპზე გადასვლას აზრი არ აქვს. მაგრამ ვისაც ეს გჯერა უკვე და ვინც ვიცით რომ ეს ესეა მართლაც და მართლაც სამყარო რეაგირებს ჩვენ სიტყვებზე, უკვე მათთვის ვინც ჯერ არ გადასულა რასაკვირველია, ვინც უკვე გადახვედით შემდეგ სიღრმეებში გილოცავთ. ვინც გადახვედით ნახეთ, თავარია, ანუ ცოდნა კარგია, მაგრამ თავარია გაკეთება. შეიძლება თქვენ ბევრი რამ იცოდეთ, მაგრამ არ აკეთებდეთ. ანუ შეიძლება თქვენ ის იცით, მაგრამ არ აკეთებთ, ხო? შეიძლება არ იცით. ნახეთ, სამყარო რეაგირებს ჩვენს სიტყვებზე, ოღონდ ჩვენს სიტყვებზე არა. იმ სიტყვებს აქვს ენერგია ყოველთვის, სიტყვებს აქვს ვიბრაციები და სამყარო ამაზე რეაგირებს. სამყარო არის დიდი სარკე, რეალურად სამყარო არ არსებობს როგორც ასეთი ობიექტური, ის არის ისეთი, როგორცაც ჩვენ მას ხედავთ, ხო? არის ერთი ადამიანი, რომელიც სულ ცუცს ხედავს სამყაროში, არის მეორე ადამიანი, რომელიც სულ კარგს ხედავს და ორივე მართალია. და როდესაც ის რეაგირებს აი ამ ვიბრაციებზე სამყარო და ამის მიხედვით ქმნის ჩვენს რეალობას, ხო? სიტყვებს აქვს ვიბრაცია, ფიქრებს აქვს ვიბრაცია, მაგრამ ნახეთ რომელ სიტყვებს და რომელ ფიქრებს აქვს ვიბრაცია. ჭეშმარიტს. რომელ მიზანს აქვს ძალა? ჭეშმარიტს, რომელიც ნამდვილად თქვენი მიზანია და არ არის მოტანილი ძალით საიდანღაც ყურით მოთხრეული, ან ოჯახიდან, ან საზოგადოებიდან, ან საჭიროებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ხო? ჭეშმარიტი ძალა აქვს მიზანს, ასევე ჭეშმარიტი ძალა აქვს ჭეშმარიტ მიზანს. ასევე ძალა აქვს ნამდვილ აზრს, ნამდვილ ფიქრს. აი აქ რაც არის იმას და არა იმას რაც აქ არის. აქ მე ვფიქრობ ვისწავლე უკვე აფირმაციები და გამოვიყენო სიტყვის ძალა, ვისწავლე ჯერ 1 მილიონს, სულ ამბობ და კიდევ ვიტყვი აფირმაციების, ესე ზედაპირულად და ზეპირად კეთება არ შეიძლება, ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი მოგიტანოთ, თუ თქვენ გაქვთ შიშები იმ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, რადგან აფირმაციებს კითხულობთ. აფირმაციები უნდა იყოს თქვენს ფასეულობაზე დაყრდნობილი აუცილებლად, საბაზისო ფასეულობებზე, მაგრამ ნუ ეს სხვა თემაა. კარგი. აქ მე ვფიქრობ, რომ არ მაფასებენ მაგალითად, ხო, რაც ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა ახლა, განსაკუთრებით ქალების, რომლებმაც უამრავი ტვირთი აიკიდეს თავის თავზე და შესაბამისად ახლა დაუფასებლობა ხდებათ, ანუ აი დაუფასებლობაზე სხვა ემიგრანტები მახსენდება, ჩვენთანაც არ აკლია დაუფასებლობა, მაგრამ მათ შემთხვევაში ძალიან ბევრი ესეთი ისტორიები იყო, მართლა გულსაკლავი ისტორიები. და აი ეს დაუფასებლობა და გაიგო ადამიანმა რომ არაფასებენ, ხო, გადაყვა, არ აფასებენ. და ეხლა ის უნდა რომ განავითაროს თავის თავში. ხო, ყველა უნარი და ყველაფერი შეიძლება ხასიათის განვავითაროთ. და ეხლა აქ ფიქრობს, მე ვარ დაფასებული. და აქ აქვს ტკივილი, საშინელი ტკივილი დაუფასებლობის გამო. აი ფიზიკურად თითქოს გულს რო გიჭრიან და ხორცს რო გიჭრიან, ისეთი ტკივილია, როდესაც დაუშვათ აი ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრები რო გაფასებენ, სახლში რო არ შეგიშვებენ შენ ნაყიდ სახლში მაგალითად, ხო? თან რო ყვებოდი და ჩამოდიხარ და აქ რაღაცა შენადგილას ვაგხვდება და ასე შემდეგ, ხო? კიდევ ბევრია ასეთი, ხა ეს რატომღაც გავყვები ემიგრანტების თემას, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ეს მომივიდა. და ნახეთ, სამყარო აქედან რაც ესმის, იმას არ აქვს ძალა, იმიტომ რომ ის არის არ არის ჭეშმარიტი. ჭეშმარიტი არის აი ეს. და მე ლაპარაკობ და აქედან მიდის ეს ვიბრაციები, გულის ტკენის, დაუფასებლობის, გულის დაწყვეტის, იმედგაცრუების, სასოწარყვეთის და ასე შემდეგ. და სამყარო სარკეში ისახება ეს და არა ეს. და მიბრუნდება კიდევ უფრო მეტი მიზეზი დაუფასებლობისთვის, გულის დაწყვეტისთვის, იმედგაცრუებისთვის, დაუნახაობისთვის, უსიყვარულობისთვის, უპატივცემულობისთვის. იმიტომ რომ ანუ სამყარო არის შემსრულებელი, ჩვეულებრივი შემსრულებელი. უთხარი შეგესრულა. ეხლა მეორე მაგალითად, ხო, ადამიანს თქვათ აქვს შიშები. მაგალითად, ეშინია სიგარების, ხო?
ვის არ ეშინია სიღარიბის ხო? ზოგს ეშინია მართლა და ზოგს ხარ აქ ეს გენეტიკურად გამოყოლილი, ესა თქვა რა თქმა უნდა საგვარეულოდან წამოსული ისინი დაუფასებლობაში შედი ყველაფერი საგვარეულოდან მოდის, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს რეალობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ცხოვრების მანძილზე რა ხდება. ახლა აქ მე ვამბობ, რომ მე ჯერტი არ მეშინი არ შეიძლება რომ ვთქვა, ხო ვიცით ეგ. მე ვარ დაცული მაგალითად, ხო? მე ვარ დაცული, სამყარო მიცავს და მფარველობს, სადაც მივდივარ ყველგან კეთილგზაზე დავდივარ და რა ვიცი, მოკლედ ჩემი შვილები დაცულები არიან, მოკლედ როგორც არის ვლაპარაკობ ამას. ეს აქ და აქ მაქვს შიში, აი მეწურება გული ყველაფერზე. ვაიმე ხა ეს მოხდება, ვაიმე ხა. რა ვიცი, ყველაფერზე მოკლედ რა, მიზეზი არის, არ არის, მithom ეს მიზეზი იმდენი გვაქვს, ახლა ომები, პანდემიები, რა ვიცი, მიზეზებს მეტი რა გვაქვს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისევე საზოგადოებაში, მსოფლიოში ზოგადად და ვაიმე და ნუ ეს ვაიმე, რომელი სახება სამყაროს სარკეში ეს. იმიტომ რომ ამას აქვს უზარმაზარი ძალა და ენერგია. ეს არის სერიალი სიტყვები. ამას არ აქვს, არ მიყვება წონა, არ აქვს მას ვიბრაცია. ის ვიბრაცია, რომელიც შეიძლება სამყარომ აირეკლოს. შემდეგი თემა ავიღოთ მაგალითად უსიყვარულობა, ხო? ნუ არ აქვს ადამიანის პირველი ცხოვრება, ან რაღაც მქონდა და აღარ აქვს, ან რაღაცა, ხო? და უნდა რომ ვიღაცას უყვარდეს, ხო? და ამბობს რომ მე ძალიან მაგარი ქალი ვარ, მე ყველას უყვარ ვარ, მე ძალიან საყვარელი ვარ, რაღაც სიტყვებს იგონებს თავს წინადად როგორც უნდა ისეთებს და ამბობს და ეს არის როგორც ფარატინა ქაღალდი ისე. ეს არ ესმის სამყაროს. აქვს უსიყვარულობა საკუთარი თავის. მიღებული დედიდან, ბებიიდან და იქიდან დიდი წინაპრებიდან კიდე რა ვიცი, რამდენი თაობიდან უსიყვარულობა, დაუფასებლობა. შეიძლება არ აღიარებდეს ამას, მაგრამ ნუ აი არაფერი არ თulis თავს იმის ღირსად, რომ ვინმეს უყვარდეს, ხო? აბა ეს უყვარვარ რამეს იზავს, არ იზავს. ჯერ სიყვარულზე თუ ვისაუბრებთ, ხოლმე დავამთავრება სამყაროს ესმის აი ეს ხმა. მე არ ვარ სიყვარულის ღირსი. მე თვითონ არ მეყვარ ჩემი თავი და სხვას როგორ უნდა მოვთხოვო რომ უყვარდე. მე თუ არ ვაფასებ ჩემ თავს, სხვას როგორ უნდა მოვთხოვო რომ დამაფასოს. მე თუ ვერაფერს ვიმეტებ ჩემი თავისთვის, სხვას როგორ უნდა მოვთხოვო რომ გაიმეტოს. ამიტომ და სიყვარულსაც შეეხება კიდევ ხო, ვისაც სიყვარულთან გაქვთ ამბები, ასე ვთქვათ, აი აბსოლუტური ფორმულაა, სანამ შენ არ გიყვარ შენი თავი, მანამდე ვერ მოიზიდავ მამაკაც, რომელსაც მართლა გულით ეყვარები. არა მსხვერპლურად, არა დიქტატორულად, არამედ აი მართლა ადამიანურად ეყვარები, იმიტომ რომ როცა შენ სავსე ხარ სიყვარულით, მაშინ ყველას უნდა შენთან ყოფნენ, მამაკაცსაც უნდა, სხვასაც უნდა. მაგრამ შენ თუ ცარიელი ხარ და შენ თუ შიგნით მსხვერპლობა გაქვს და რაღაცა უსიყვარულობა გაქვს, მიუღებლობა გაქვს საკუთარი თავის, ამ ვიბრაციებს მარტო სამყარო კი არ გკითხულობს, ჩვენც გკითხულობთ ერთმანეთის ვიბრაციებს, ქვეცნობიერ დონეზე, მართალია ამას არ ვაცნობიერებ. თუმცა ახლა ზოგი ვაცნობიერებთ კიდეც უკვე, მის დიდი ხანია ვმუშაობთ საკუთარ თავზე და შესაბამისად თქვენი სიყვარული არის ფარატინა ქაღალდი, ის ჰაერში გასროლილი ვუყვარვარ. და ასე შემდეგ, ნებისმიერ სფეროში წარმატებული ვარ, რაღაცა ჩემი საქმე კარგად მიდის, ფული შემოდის, ხო, მაგალითად, ხო, სიღარიბეზე ვთქვით, მაგალითად, რეალიზებულობაზე, ხო, რაღაც ჩემი პროდუქტები კარგად იყიდა, მე ვარ რეალიზებული და ასე შემდეგ, ამას ვფიქრობ, ლაპარაკობ და აქ ხმა ვერ ამოგვიღია ჩვენ პროდუქტზე, ვერსად ვერ გვითქვამს, იმიტომ რომ რა ვიცი, თქვენია გვიტყდება თუ რაღაცა, ფასი ვერ გვითქვამს. ვერ გვილაპარაკია, ვიდეო ვერ ჩაგვიწერია, ტექსტი ვერ დაგვიწერია, ხმამაღლა ვერ გვითქვამს, რომ აი მე ამას ვაკეთებ რაღაცა და ნახეთ თუ გინდათ ეს სარგებელი თქვენც მიიღეთ, ვერაფერი ვერ გვითქვამს. ხო და რომელი ესმის სამყაროს? ეს მე არ შემიძლია მე ამის საფუძველში კიდევ საკუთარი ფასეულობის დაუნახაობა, იმიტომ რომ თუ შენ ფასეულობას ვერ ხედავ შენ პროდუქტის ფასეულობაზე. და ამ დროს ნუ მიდის ეს ვიბრაციები სამყაროს ესმის შესანიშნავად. პირდაპირ კავშირშია, აი ასე, ჭიკლარივით არის გადაბმული თქვენ ვიბრაციებთან. დედის ჭიკლარივით. და რა უყოთ ახლა ამას, ხო? რა უყოთ ამის, რა თქმა უნდა, ყველაფერი პიროვნულობასაც ეხება, თვითგამოჩენასაც ეხება, ირიბად ეხება ვიბრაციების ამაღლებას. და ვიბრაციების ამაღლება კიდევ აუცილებელია, ახლა ყველგან წერენ ამაზე და ყველგან საუბრობენ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, დედამიწის ვიბრაციები ამაღლდა უკვე კარგი ხანია და მიდის და უფრო და უფრო სწრაფად მაღლდება. და ვინც არის შეუსაბამობაში და ქვედა ვიბრაციებზე, ქვედა შკალის ქვედა იმებზე რჩება, ცუდ ვიბრაციებში, დაბალ ვიბრაციებში
მას უფრო და უფრო უჭირს აქ ცხოვრება მოკლედ და ნუ ძალიან ბევრი ხდება მერე გარდაცვალება, ის ავადმყოფები და ასე შემდეგ. რა უნდა უყოთ და ნუ პიროვნული ზის უნდა დავყავდეთ აუცილებლად რასაკვირველია, მაგრამ ნახეთ რა მნიშვნელოვანი რა არის, მე მინდა შევიცვალო, სხვა არის და მე ვიცვლები სხვა არის. მე გადავწყვიტე, მე ავირჩიე, შევიცვალო, სხვა არის და მე კურსები გავიარე და ისე ვიგივე ვარ, რაც ვიყავი, ეს არის სხვა არის. ეს არის თავის მოტყუება უბრალოდ. თქვენ სულ 100 კურსი გქონდეთ, გავლილი თუ თქვენ ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა მნიშვნელოვნად, ხო? ესე იგი არ გაგიულიათ თქვენ ეს კურსები. ნუ კურსების ხარისხიც გააჩნია, ხო? და ნუ ამისთვის რასაკვირველია საგვარეულოზე ხა უალტერნატივია საგვარეულო რა თემასაც ამ შევეხო ბოლო-ბოლო საგვარეულო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა სხვა შეთავაზება მაქვს მე თქვენთვის. დღეს დილას აკონყოს ამაზე ფიქრით გამეღვიძა, გუშინ რაღაცას ვისმენდი ვიბრაციებზე, მე რაღაცები წავი, მე თვითონ რაღაცებს ვაკეთებდი ჩემთვის და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე გადავწყვიტე ესეთ შეთავაზება გააკეთოთ, დავპოსტე კიდეც დილას, ვინც მეთქი პოსტს გააზიარებს, მომწერეთ და 24 ნაბიჯი, ეს არის კურსი, რომელიც უშუალოდ ვიბრაციების აწევისთვის არის. აქ არის მუშაობა სიღარიბის შიშზე, სიმდიდრის შიშზე, წარმატების შიშზე, წინსვლის შიშზე, წარუმატებლობის შიშზე, ნაბიჯის საბოლოო შედეგის შიშზე, დანაშაულის დნობაზე, მსხვერპლობაზე, ანუ ყველა თითოეული გაკვეთილი ეძღვნება სათითაოდ ამ ნეგატიურ ემოციებს, რომლებისგანაც იწმინდებით აბსოლუტურად თავისუფლებით, მერე ქმნით ახალ მეს მე-15 გაკვეთილიდან, ქმნით ახალ მეს და ესე იგი თითოეული გაკვეთილის მერე გძნობთ, რომ უკვე სხვანაირი ხართ, ანუ გასუფთავდით და შეივსეთ რაღაცა ძალიან კარგით ფიზიკურ დონეზე, სხეულით გძნობთ ამას, ნუ და ამ შედეგები, ამ კურსის შედეგები ცალკე მოგიყვებით, მე ხა ამაზე დავიწყო ლაპარაკი ძალიან შორს წავალ, ძალიან ბევრი და ძალიან დიდი შედეგები ქონდა ამ მეთოდს პირადად ჩემთვის და მე ჩემს მშენელებისთვის და რაც თავარია. თავარი კიდე ორი რამეა. ერთი ის რომ ეს აქ უბრალოდ მეთოდს სწავლობთ და მე ნუ რა თქმა უნდა ამ წმენდებს აკეთებ და მე შეგიძლიათ ეს რა როცა უკვე გეცოდნებათ გამოიყენოთ ნებისმიერ სფეროში, ანუ ნებისმიერი რაღაცა გადანათებული ვარ უკუნიდან და ვერ დავალადე. ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ტკივილისგან განსათავისუფლებად, ნებისმიერი ამოცანის გადასაჭერად, ნებისმიერი გზის საპოვნელად. იცით ეს მეთოდი და იყენებთ რაშიც გინდა, ეს ერთი. და მეორე ძალიან იშვიათია ისეთი მეთოდები, რომლებიც რომლის მეშვეობით შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებსაც. ანუ კი არ ჩაერიოთ მათ საქმეში, აქ სხვანაირი მიდგომაა, შენი თავიდან გამომდინარე ეხმარების სხვებსაც. ამასაც ისწავლით, როგორ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს. და აი ხა მინდა და მე გადავწყვეტ, რომ ხმითაც გამომეცხადებინა ეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა უპრეცედენტო შეთავაზება მაქვს თქვენთვის. გააზიარეთ ეს ვიდეო, ეხლავე, როგორც მოусმენთ, გააზიარეთ და დამიწერეთ, რომ გავაზიარეთ, ხო, ეხა იქ უთხარი, რომ დამილინკეთ მეთქი, ხო, ისა სკრინები გამიკეთეთ მეთქი. თუ გნებობთ გააკეთეთ სკრინი და ჩამიგდეთ კომენტარებში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კომენტარებში იყოს აქტიურობა, Facebook-ის ბოლო პოლიტიკებიდან გამომდინარე. და მე გამოგიგზავნით სრულიად უნიკალურ შეთავაზებას, ძალიან დიდ ფასდაკლებას და მეცაც გეტყვით, თუ ეს ფასდაკლების პირობების თქვენც არის მისაღები, მე თანაღმე მზად ვარ, თქვენ ეს კურსი წაიღოთ იმ ფასად, რა ფასადაც თქვენ რის ფასად გადახდათ თქვენ შეგიძლიათ, ოღონდ იმ პირობებთან ნამდვილად გაივლით და ნამდვილად გააკეთებთ. ოღონდ ნახეთ, ეხლა ამ წერდნენ გოგოები, ვინც უკვე გამომეხმაურა, რომ მე მწვენიაო თვითონ ფასი რომ გითხრათ, რო ამარ შეგწყვეტ ფასის თქვა. ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი გზა. არ უნდა მითხრათ ის რაღაცა მინიმუმი, რომელსაც თქვენ თავისთვის გაიმეტებთ. უნდა მითხრათ მაქსიმუმი, რისი გადახდაც ეხლა შეგიძლიათ, იმიტომ რომ ამ კურსის ღირებულება და ფასეულობა ბევრად მეტია. ეს ერთი, მეორე ჩემს რომელსაც თავის ფასი აქვს და მესამე რაც თავარია, რაც მე ციხდით მე შედეგს ვებულობ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ ამდენი წლის მუშაობის მერე. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არიან გოგოები, რომლებმაც უბრალოდ გადაიხადეს თქვა საგვარეულო ან ეს 24 ნაბიჯი შეიძინეს VIP-ით, ანუ VIP ყველაზე ძვირფასიანი, ყველაზე მაღალფასიანი რაც არის ჩემი თანხლებით, ყველა გაკვეთილის მერე და ბევრს არც გამოუყენებია ეს ჩემი თანხლება. უბრალოდ ეს შეიძინეს და ყველაზე მეტი და ყველაზე ესეთი ძალიან ნათლად და ესე ფეერვერკული შედეგები სწორედ მათთან მოდის ხოლმე, იმიტომ რომ რაც მეც გაიღებ ენერგიას, მეც მიიღებ, ხო? მაგრამ მე მესმის ამას იმიტომ ამბობ, რომ ბევრი ადამიანია, ვინც წერს და ვერასოდეს ვერ გაიმეტა თავისთვის. სულ რო აღზო 30 ლარიანი კურსები გამიგზავნია, რომ აი და ფასდაკლებით აი 30 ლარად შეიძინა, 50 ლარად შეიძინე.
ну არა ვერაფრით ვერ იმეტებენ საკუთარი თავისთვის. თუმცა მე არ ვამბობ იმაზე, ვინც ქუჩაში ცხოვრობს და არაფრის ფული არ აქვს, სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ის არც Facebook-ში არ არის, ხო? მე ვამბობ მათზე, ვისაც რომ მეტნაკლებად ასე თუ ისე აქვს შემოსავალი, უბრალოდ თავისთვის ვერ იმეტებენ და მე მინდა ამ გზით мотиваცია გაუკეთო ესეთ ადამიანებს და მათაც ვინც, ну, რა ვიცი, ახლა ვერ მოახერხა ახალი შეძენა რა, რომ აი თავისთვის გაიმეტონ და რაც მეც გაიმეტებენ, იმით მეც მიიღებენ. ამაზე კარგი შეთავაზება არ ვიცი უბრალოდ რა უნდა გითხრათ. გააზიარეთ ეს ლაივი, დამისკრინეთ, ხო, ну, ჩაგდეთ სკრინი კომენტარებში, ჩემთვისაც კარგია და მე უკვე გავისაუბროთ მაშინ რა ქვია პირადში. ეს მინდოდა ეხლა რომ მეთქვა მეგობრებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, გისურვებთ მაღალ ვიბრაციებზე ყოფნას, ამის შენარჩუნება ხელოვნურად ძალიან რთულია. მე ვარ მაღალ ვიბრაციებზე და აქ რაღაცა ქვებივით და იმეებით მაწყვრია ესენი რაღაცა ლოდები და პროგრამები, ბლოკები, სცენარები, ისტორიები, გამოცდილებები, რა ვიცი, ყველაფერი არ გამოდის მასე, არ გამოდის სამწუხაროდ საბედნიეროდ, რა ვიცი, მაგრამ ესეა და სამყარო ესეა მოწყობილი მოკლედ. აბა წარმატებები, წინსვლა თქვენ და თქვენს ოჯახებს, მშვიდობა სამყაროს, მშვიდობა ჩვენ და კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯით, რომელთაც თქვენ თავზე მუშაობთ, თითოეული ეს ნაბიჯი არის სამყაროს წინსვლაში და სამყაროს ნათელ მხარეს გადაწონვაში დადებული ერთი აგური. აუცილებლად ერთი კი შეიძლება 100-ია და 10-დან არის, მაგრამ ნუ მინიმალურს ვამბობ, მინიმალური, რაც უნდა ცოტა რაღაცა გააკეთოთ, ის ცოტაც კი უკვე დაწონის სამყაროს ნათელ მხარეს. ამიტომ მორჩით წუწუნს, მორჩით ძიმე ვიბრაციებში ყოფნას და მიხედეთ საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახებს და დაეხმარეთ სამყაროს. დამეხმარეთ მეც რომ გააზიარეთ ეს ლაივი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, შევხვდებით მესენჯერში, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ასეთ შესაძლებლობა ხშირად არ ეძლევათ ადამიანებს. სხვა ხო ეს შესაძლებლობა იქნება მხოლოდ 48 საათის განმავლობაში. აი ნახეთ, რაც სულობით ხო ათლარად შეიძინეთ, მეტი იქნებიან ადამიანები, ვინც იტყვიან, რომ მოდი იმ კვირის ბოლოს შევიდე და იმ თვის ბოლოს შევიდე. ამიტომ 48 საათი გაქვთ ამისათვის. მომავალ შეხვედრამდე და დროებით.